მოგესალმებით. ამ ვიდეოს დავდებ ჯერ YouTube-ზე და რავი თუ მოხერხდა რავი TikTok-ზე ძალიან დავლიკავა რაღაცას ვიზავ რავი ანტიკ დაუწე. ეხლა ამ ნიკნეიმით იმიტომ ვაკეთებ რომ TikTok-ზეც ესე ვარ რა. იძულებული გავხდი უკვე ეს ვიდეო გამეკეთებინა. დიდი არაფერი არ არის, ვისაც გაინტერესებთ, მოусმინეთ რავი. ხო და ვიცით ყველამ რომ ყველა ჩვენას რა ვაფიქსირებთ სოციალურ ქსელში, ну არა მაქვს ეს უზრდელობაზე არა მაქვს ლაბარაკი. ამას ეხება ზუსტად. ხო და ჩვენ ქვეყანაში დაძაბული მდგომარეობაც არის. ну საერთოდ ზოგადად არა ისიც ხდება, ჩემას რა ფიქსირებ ხოლმე რა. ხო და ეს რაღაც ტელევიზიებს ხო არ უყურებ ჩემს ესა იქ ყველა თავისი მასია რა. ეგ ჩვენთან რა ხდება საქართველოში არავის არ აინტერესებს. ჩვენი ხალხის პრობლემა. ხო და სასულიერო პირები იყვნენ გამოსული რაღაც ძალიან ფეთქავს ხოლმე, ეკატრიალებს ხოლმე სოციალურ ქსელში სულ ხომ იცით რა როგორც არის და მეთქი დაუწერე რა რომ ყველა არადგასაც ვამდოთ რა ყველა არასრულებს თავი მოვალებას რაც ევალებათ არაკეთებენ რა ეხლა გარა მაქვს მე ისა იქ ვინ ლოცულობს და ვინ რასაკეთებს ლოცვა კი თავისთავად უნდა იყოს უნდა ლოცულობდნენ კიდევაც და მომარხულობდნენ კიდევაც ეგ ცალკე განსახილველი ის არის რა ხო და მაგას ვთქვა მინდა რომ გულგრიათ უყურებენ ბევრი რა კიდევ ამ ყველაზე არ ვამბობ მე ზუსტად ეგ იყო რომ ეს ყველას არ ვაქცევდი მაგ იმაში რა ხო და აი ასეთი ის მომწერა იქია კომენტარი კი არ დაწერა მომივიდა ეს არის ახლა გვარი და მომალიანის ნაირ თავხედი არა ვარ შეიძლება გებაცა ვინ არის და ვინც გინდა იყოს რა აი ესეთი რაღაცა მოვიდა რა პირადში მომწერა თან ეგრევე რა ხელათი თავხედი არის რა ბოდიშ მოგიხდით პირდაპირ განახებთ მაგრამ დღესდღეობით ჩვენ ტელევიზიებიდან ესეთი გახსნილობა ჟურნალს რომ გასაკვირი აღარაფერია რა მე მგონი წაიკითხეთ უკვე თან გამომწერებიც აყავმეთ რა არის ხო ჩემი პასუხი ამ ადამიანის აგი მიწერე რომ რაც მომწერე გახარ მეთქი რა სხვა რა უნდა მეთქვა ახლა მე გინება მეს ვიცი და ყველა მის გინება მაგრამ ასე პრობლემებს ვერ მოაგვარებ ხო და თუ ისა მაქვს ხო თუ რაღაცა იქნება მე ყველა ნიჭიერები კი არა და ყველა ცოდნით არ ვიბადებით ამ ქვეყანაზე ვსწავლობთ ყველაფერს მე თუ რაღაცას სიტყვაზე არასწორად წერ და ამოშვები შენ შემისწორე ხო შეიძლება იქ კომენტარში მომწერო რომ ესეა რა და შენ არასწორად აკეთებ ამ იმას მსგავსი მეებს ბევრს გადავაწყდი ისეა ეს ხვებსაც ლანძღავენ ხოლმე ისეთი არაფერი არ აქვს იმ ადამიანს დაწერილი რომ ეს მიუწერო რა და კიდევ ერთი ესეთი ის მომივიდა ადრე მსგავსი TikTok-ი მაშინ არ იყო TikTok-ზე ახლა ხანს მივეჩვი ამას TikTok-ს თორე საერთოდ არ მქონდა ხოლმე გადმოწერილი. ხო და ბერი გაბრიელის ის იყო რა რაღაცა მოკლე ვიდეო იტო. ჩემზე დავაფიქსირე. ბერი გაბრიელთან იქა მე არანაირი ის არ მაქვს. კი არის ისა და კარგათაც მოღვაწა და როგორც თქვა რა არანაირი ისა წინამდებობის მესთან არ მაქვს. ხო და რაღაცა კონკრეტულად ისეთი რაღაცა ის იყო რა ლაპარაკი რომ მას შევეხედა კიდე მაგას ვიტყვი თუ არ ვიცი ხო უნდა მასწავლო რა რეპლეი გავუკეთე ჩემ კომენტარს ნუ რეპლეი თორეც წერია ხოლმე იქ რომ იმინა კონკრეტულად იმას წერ და სულ ყველანი ამომიწვიდა იმდენი მწყევლა რა ამ ერთ კომენტარში ნუ საკმარისი იყო რა ერთი გამიწერე რომ მეთქი ასე იცავ ქრისტიანობას რა ხო და ეს მიკუშს იმას შვება ხოლმე რა რომ ესეთი ხალხი არიან
ბომბაჩკები რა, ბომბაჩკა რო აიღო და ესურიან და მიეკრობა ხოლმე რაღაც სხვა ეგეთი ისინი. ეგრე არიან რა. რაღაც კონკრეტულად რაღაც სიტყვას მიეწებებიან და ვსიო მე მაგაზე მოაქვთ და მოაქვთ. ხო და სინამდვილეში არც აინტერესებთ რა, რომ ანუ ეს პრობლემა არ აინტერესებს სინამდვილეში რა, იმათ თავად რაღაც უთხარი ისა აქვთ რა და გამოხატავენ ესე რა. აი მაგრამ ესუდებიან ნამდვილად ესეთი ხალხი რა, აი მაგრამ ესუდებიან რა. ვიცი ხო ყველასა გვაქვს ჩვენი ისა, მაგრამ ესე ისა ეგ ცალკე განსახილველი ისა მე როგორ. ხო და ასე ძილობენ გაჩუმებას რა, რო გაგაჩუმონ და ხმა არ მოიგო. თქვენ კაი ადამიანებო თქვენა თუ რაღაცა გული შეგტკიოთ და ასე გულანთებულები ხართ მართლა და რავი რა, გინდათ რომ ღმერთთან მიხვიდეთ და დადგეთ ღმერთის სიმაზე რა. ჯერ ხო იცით რომ გინება და ეს არ შეიძლება. ხა ყველა ადამიანს რაღაცა მცირე ისა აქ იგინება და ისა, მაგრამ ესე ისა რა, ვიღაცას ეცე იმენა ეგრევე რა. წარმოვიდგენია მდგომარეობაც აგაქვთ რა. ხო და თუ ასეთი ის არის და ასე ხართ, მაგის თქმა მინდა, არსებობს ჯულის კანონი, ბიბლია, შიგარი, იგავები, ქრისტესი. ამ ყველაფერს გადახედეთ და განათლებით რა, თუ გინდათ რომ განათლეთ. არა თქვენი პრობლემა ეს არ არის რა. არა თქვენი პრობლემა ეს სხვა რაღაცა მიზანი გააქვთ. ზოგადად ადამიანი ბიოლოგიური მანქანა არის რა. ასეთ ნატურალურ ბიოლოგიური მანქანა, რომელიც უფლის მიერ არის შექმნილი რა. თვითმოფალიც ენერგია რა და სამყაროს ეს ისამუშავებს ენერგია რა, მისი მეშვეობით მუშაობს ყველაფერი. მას ადამიანის ისევე შეწყვეტება. ხო და არ გინდათ რა ეს ის რომ განათლეთ ამ იმაში რა, სხვა რამე ის არის რა, კიდევ გავიმეორებ ამას რა. თქვენი ისა მიზანი ეს არ არის. დაპროგრამებულები ხართ მაგის თქმა მინდა რა. თქვენი იმაშია, აი ამ პროგრამის მეშვეობით მუშაობთ თქვენ რა. რა თქმა უნდა ადამიანს თავისი აზროვნება აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი თუ მიუშვითავინებაზე, თვითონ გმართავს მე. და ხდები საბრძოლო მანქანა რა, ასე რომ ვთქვათ. ეს რაც ახდება უსმენენ ხალხი ამ ტელევიზიებს, ეს ის იპროგრამებიან მაგ იმითა და ეს ის ვინც იქნება სასულიერო იქნება თუ რა იქნება. ეგრე დაგაპროგრამებთ რა. რო გითხრათ ალბათ ცეცხლში შევარდებით ალბათ რა ვიცი. შეიძლება მე დაფიქრდეთ რა. ზოგადად მე საერთოდ მე დიდი არაფერი არც მე არ ვიცი. გითხრათ სიმართლე. ასეთ იმაზე ვერ დავდებ ჩემ თავსა რომ მოსატყუებელი რამ აქვს. ხო და ზოგადად ვყვირდები ხოლმე ქრისტემ როგორი მოუყვაცა. მაგებს ვყვირდები და მისი იგავებსა და იმეებსა. ეხლა ბევრი რამს ვიგებ, ბევრი რამს ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ამას თავისი დრო უნდა და მონდომება უნდა და როგორ ასე თქვა რა. უნდა იფიქრო და ჩაწვდე იმის იმას და რავი. ხო და მაგ იმას იმას ავშვები მე სხვა არაფერი არ მაინტერესებს. იქა სასულიერო პირი იქნება თუ ვინ იქნება თუ რა იქნება თუ რავი წმინდას დაუძახებენ იმას თუ რას დაუძახებენ ეგ არ მაინტერესებს მე რა ამდვილად. ხო და თუ რაღაც ეგრეა და სიტყვებს დაძდებთ ხოლმე ზოგები ესე რა ეგა გაქვთ იარაღათა ასე რომ ვთქვათ რა. ხო და ის უნდა ხოლმე რა თქვენნაირებთან ზოგადად უნდა დააკონკრეტოს ხოლმე ადამიანმა რა თუ რაღაც ერთ მეორეს დაუკავშირა ისეთნაირად იმაში მიუთვლით იმასაც ბომბაჩკები ხართ რა კიდე ვიტყვი. ხო და ეკლესია ჯერ ეგერთი ქრისტესი არის და მისი მეშვეობით არის რა ეს ყველაფერი იცით რომ სავაჭრო ცენტრი და ის რო გახადეს გამოყარა იქიდან მან თავისი შიგნით იყვნენ რავი ოდოლები თუ რა ვინც თუ მოვაჭრეები რა ვინც იყვნენ. ხო და როგორც რო აიღო რაღაცა შენობა დიდი შენობა რავი რაც კიდე რაღაც ოფისი და არ ქვია მაგალითს ვამბობ რა და შიგ პერსონალი მუშაობს რა
ეს შენობა ხო მაგათი არ არის, სხვა ვიღაცაყომი პატრონე ხო, ეკლესიაც ესეა რა. მე უყურებ ამას, როგორც აი მაგალითად სახელმწიფო მოხელეობა ვიღაცა სიტყვაზე, პრემიერ-მინისტრია თუ გუბერნატორია თუ ისა ხო, რაღაცა იერარქია არის მანდაც. იქაც ეგრეა რა. მაგრამ ეს მაგათ არ ეკუთვნით რა. ჩვეულებრივი თანამშრომელია, უფალს ემსახურება. მე ასე ვუყურებ. მაგრამ თქვენ ნაირებისთვის ალბათ გაკერპებული არის, ნუ ასეთი აზრი გამომაქვს რა, ესეთი შემოვარდნა და რაღაცა და არ ვიცი რა. ჯობია ეგ რავი მოხვილი ჩადო ისევ თავის ქარქაში, ასე არაფერი არ გამოაიცოთ. იცოდეთ რა, ასეთ ხალხმა. ხო და ასე უყურებ მე რა, ამ ყველაფერს. და იმედია რავი, ბევრი ხართ ასეთები რავი და მეთანხმებით ამ იმაში დასავს თქვი. და მე ესე იგი მე გამოვედი ეკლესიის მოძულე და რავი ეს ცუდი რა. ამას ბოლოს ვიტყვი. ცოტა გამეწილა ეს ვიდეო. არა ბოლოს ვიტყვი ამას. ვამთავრებ ამ ვიდეოს და გადარჩა. რომ იცით ყველამ რომ ესე რო არიან როგორც თქვა საბრძოლო იმაში იმას არ ნუ ასე რომ თქვა რა მახვილი არ უჭიროთ, მაგრამ საბრძოლო მდგომარეობაში არიან ხალხი ერთმანეთი გამის დახოცონ. იქ რავი, იქ პოლიტიკური ისინი მე არ მაინტერესებს, ყველაფერი უფლისნებით ხდება. და როგორც თქვა რა ამის დახოცონ რა ცოტა აკლდათ. ხო, ევალებათ რომ გამოვიდნენ და იმასაკნან და ჩადგნენ იმაში და დააშოშმინონ, დააწყნარონ ეს ხალხი და ანუ როგორღაც მოხდეს ამათი ის რა. ასეთ მდგომარეობაში მე მგონი რაღაც მხრივ ვალდებულება აქვთ. ხო და მე ამაზე მაქვს ისე ახლა ჩანს, ვინ რას აკეთებს რა ახლა და სიმართლესა, სიმართლის თქმელი კაცი ყველას იჯავრება რა, ეგრეა ახლა და როგორც გინდა ესე იმას აკენით. ხო და ეხლა კი გამოვიდნენ რამოდენიმე იყვნენ ხო გამოსულები რა რაღაცა რავი. ხო და ესაც ცოტა ეს არაფერია ხო ეხლა რაღაცა იმამდე მივიდა უკვე და გამოიღვიძეს ასე რომ ვთქვათ რა. ხო და მაგას გეტყვით რა, ვისაც ესე ხართ გაკერპებულები ყავთ ისინი და ქრისტე ვინ გააკრა ჯვარზე, ვინ გააკრა ნაწილობრივ იმ ხალხმა ვინც ადიდებდა და სასულიერო პირებმა იმ სასულიერო პირებმა ვიტყვი რომ იმ მღვდელმთავრები ვინც იყვნენ მაშინ იმათმა გააკეთეს ეს ყველაფერი. გამოაჩინა ცოდვა მაგათი, გამოაჩინა ყველაფერი, რავი, ახლა მე იმათი კონკრეტული ხო არაფერი მაინტერესებს რა, ვინ რას ჩადის თავის საკუთარ იმაში რა. მე ზოგადად მაგათი ისე გარი, რომ შეხვიდე იქა და ახსარება ჩააბარო, თორე კონკრეტულად იქა ვინ რას ეწევა მე არ მაინტერესებს. ელემენტარული ხო ასეთი რაღაცა უნდა გამოხვიდე და დაუდგე ხალხს რა. მას კი არ ვამოფრო, აი მას მიემხრო და ის დააწყნარო რა. ისინიც ის პოლიციაც სიტყვაზე ადამიანი არის, პოლიციელი და ისიც ადამიანი. ხო, მაგრამ არ უნდათ ესე რა, ეს არ უნდათ ეხლა კარგად არიან ყველანი თავიანთვისთვისა და რა, ზენდომებათ ეხლა რა. ყველას არ ვეხები კიდევ ვიტყვი რა, თუ ესა გაქვთ, მაინც ყველას არ ვეხები. არიან ხალხი ისეთი, რომ გურწფელად უდგებიან თავის საქმეს, როგორც შეუძლიათ ის. ღმერთი ყველას გამოაჩენს. იმიტომ მე უგვიქცა, ესეაზე მოხდა, ესეაზე შევარდა იქა და იმიტომ შევარდა, რომ თავად რეაგირებას რაც ევალებათ არ აკეთებენ მაგას და მაგიტო. მე მაგიტო ხდება. და სიმართლე სამყაროდან ვერან ვერ გააქრობს. როცა უნდა ღმერთს მაშინ გამოაჩენს, როცა უნდა საჭიროება ატყობა ესე და იმიტომ ხდება რა. ყველას გამოავლენს, ყველა გამოჩდება, ყველას დაანახებს იმ ხალხსა, ვინც მედიან ეკლესიაში და გურწფელად ლოცულობენ და ყველაფერს აკეთებს, იმ ხალხისთვის გააკეთებს ყველაფერს ღმერთი. ეგ იცოდეთ.
დიდი მსოდენმეც არაფერში რა ვარ, იმას კი რომ ბევრი რამე ვიცი. რასაც ვაკვირდები და რასაც დავინახე და ასიარულები მეც მაგ ეკლესიაში გან არა მაგ. სანამ ჩვენთან ეს არეულობა მოხდებოდა დავდიოდი მანამ. მერეც დავდიოდი სტახად. მაგრამ ამ იმან დამაშურა მათ არასწორმა ასეთ იმანა რა, როგორც თქვა. იმოდენა ხალხი დადიოდა ხოლმე დაცარში, რომ ვიძახდი კაოჩი, რომ გარწყინდება საქართველოსაც ამეთქი. მაგრამ ასე არ მოხდა. კიდე ბევრი სიურპრიზი გველოდება რა. ღმერთი კიდე ბევრ რამეს დაგვანახებს და ასეთ ხალხს გეტყვით რა, რომ არავის მე არაფერი ის არ მაინტერესებს. უბრალოდ თქვენ თავს მიაყენებთ ზიანს რა, ისე რომ ესე უწმაწურდით იმას აშვებით რა, უდგებით და ვითომ რაღაცას იცავთ. შეიძლება არც არაფერს არ იცავთ და რაღაცა სხვა რამეც არის, მაგრამ ისე შემოგიბრუნდებათ ყველაფერი იცოდეთ რა. ღმერთს მოეხუმრებით, როგორც წყნარიც არის რა, ისე შეუძლია ყველაფრის აღელვება და უგღომა დაყენება იცოდეთ. ეს ლაპარაკო კიდე ბევრი არის, მაგრამ ამით დაგემშვიდობებით რა. გმადლობთ ვინც მისმენდით. კარგად.